მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, ეთერშია შუადღის პოლიტიკა, რადიო სივრცის ეთერში FM 98-სა და 5-ზე მაუწყებლობთ გაზაფხულის ქუჩის სტუდიიდან, მე გურამ ნიკოლაშვილი ვარ და ჩვენი გადაცემის მეორე სეზონი ეძღვნება საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის საქმიანობას, მიმდინარე მოვლენებს და კანონშემოქმედებით პროცესს. დღეს მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე ჩვენ ვილაპარაკებთ ერთიანი ნეიტრალური საქართველოს წევრთან, დამფუძნებელთან, ბატონ ბიძინა გიორგობიანთან და განვიხილავთ იმ პროცესებს, რაც შექმნილი არის როგორც გლობალურად, ასევე როგორ აისახება ეს ყველაფერი საქართველოში მიმდინარე პროცესზე. თუმცა პირველ ეტაპზე დავიწყებ სწორედ რაც შეეხება პარლამენტს და კანონშემოქმედებით პროცესს, სადაც მიუხედავად იმისა, რომ ერთიანი ნეიტრალური საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი არ არის, ისინი ქართულ პოლიტიკაში ძალიან აქტიურ მონაწილეობას იღებენ და ცოტა ხნის წინაც ისინი აღმოჩნდნენ რაღაცა ჩართული ესეთ ბატალიაში, იმიტომ რომ ლაპარაკი არის ქვეყნის ინტერესებზე, ეროვნულ ინტერესებზე, რომელთან დაკავშირებითაც ნეიტრალურ საქართველოს გააჩნია თავისი ხედვა, შეიძლება ბევრწილად ეს ემთხვეოდეს მართველი გუნდის პოლიტიკას, რაღაცეებში კი ჰქონდეთ თავისი ინდივიდუალური წარმოდგენა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე ლაპარაკი არის იმ პროცესზე, რაც ჩვენთან მიდის და ეგრეთ წოდებული ფონდების საქმიანობაზე, რომელზეც იყო სარჩელი შეტანილი და ნათქვამი იყო პირდაპირ, რომ ეს ფონდები პირდაპირ პრაქტიკულად მონაწილეობენ ანტისახელისუფლო არა მარტო, არამედ ანტიკონსტიტუციურ პროცესში, რასაც ქვია სრული წახალისება იმ დესტრუქციული ქმედებების, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, ანუ მიზანმიმართული კანონდარღვევა ყოველდღიურად საპროტესტო გამოსვლებისას და ფაქტობრივად ფონდები დაკავებული არიან ინდულგენციის გაცემით. გარდა ამისა, რომ ამაზე დაიწყო გამოკვლევა და მოხდა ფონდების დაყადაღება, ჩვენ ვხედავთ პარლამენტში სხვადასხვა ინიცირებულ კანონპროექტებს, რომლებიც ერთის შეხედვით წარმოადგენს კაცრ ნაბიჯებს, თუმცა განპირობებული არის იმბოლოდროინდელი მოვლენებით, რასაც ჩვენ ვხედავდით ქვეყანაში 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ. პირველ რიგში უნდა ვახსენოთ აუცილებლად უკვე განახლებული გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი, რომელიც უკვე მონათლულია როგორც ამერიკული ფარას ასლი და რას მოგვიტანს ეს ქართულ რეალობაში. თუ შეიძლება რომ ამ თემებით რომ დავიწყოთ, თქვენ როგორ უყურებთ, როგორც საკუთარ ინიციატივას, ასევე იმ მნიშვნელოვან კანონებს, რაც პარლამენტშია დაინიცირებული. ჩვენ ფაქტიურად ვიყავით ამ ის ინიციატორები, როდესაც შევიტანეთ განაცხადი პროკურატურაში 2012 წლის შემდეგ განგრძობითი დანაშაულების ასევე გამოძიებისათვის, ვინაიდან საპარლამენტო კომისია, რომელიც შეიქმნა მართველი პარტიის მიერ, იძიებს 2003-2012 წლებში ჩადენილ დანაშაულებს. ჩვენ ფიქრობდით, რომ ეს დანაშაულები, ეს ჯაჭვი არ შეწყვეტილა და ნაციონალური მოძრაობა და მისი სატელიტი პარტიები, მათგან გამოყოფილი პარტიები, რომლებიც დღეს მოიხსენებენ მათ როგორც 4 ბარიერ გადალახული პარტია, ეს ერთი პოლიტიკური ძალაა ჩვენი შეხედულებით და ისინი გაგრძელებენ ამ დანაშაულების ჩადენას და ამ დანაშაულების შესახებ შევიტანეთ ჩვენ პროკურატურაში განცხადება და ამას მოყვა შემდეგ ის გადადგმული ნაბიჯი, რაც ყველა ვნახეთ. რა არის ახლა ეს დანაშაულები? ეს დანაშაულები კვალიფიცირდება ჩვენს მიერ, რაც მოძიებული დოკუმენტაცია გვაქვს, ჩვენს მიერ მოძიებული დოკუმენტაცია და ჩვენს მიერ მოძიებული ფაქტები მხოლოდ საჯარო სივრციდან აღებული საერთო მოხმარების, ჩვენ არ გვაქვს ცდომა რაიმე საიდუმლო დოკუმენტაციაზე და ეს არის საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ სხვა სახელმწიფოთა გავლენით ჩადენილი სხვადასხვა ქმედებები, რომლებიც არღვევენ საქართველოს კონსტიტუციას, ეწინააღმდეგებიან საქართველოს სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკას, ლახავენ ადამიანის უფლებებს და რაც მთავარია, ხშირ შემთხვევაში ეს გადის სახელმწიფოს
წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ან ზღვარზე, ან პირდაპირ შეგვიძლია მე შემიძლია თქვა, რომ დაუშვათ ეს დანაშაულია ქართული სახელმწიფოს წინაშე. ეს რაც შეეხება ჩვენს მიერ, ესე იგი, შეტანილ იმ განცხადებას, რომელსაც მოყვა ესეთი ვნებათა ღელვა ამ ფონდებში ნიკა გილაურის, ქალბატონი ჟორჟოლიანის და კიდევ იქ ორი ფონდია, რომლებიც არ ვიცით ვისი შეწირულობით, არ ვიცით საიდან, მე არ ვიცი ნიკა გილაურს, რომელიც საჯარო სამსახურში იყო, პრემიერ-მინისტრი იყო, $600,000 გადაუხდია ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთ-ერთი ლობისტური კამპანიისათვის, რომელმაც უნდა მოემსახუროს მას და ეს მომსახურება რისთვის იქნება და რა დავალებები ექნება იმ ლობისტურ კამპანიას, ძნელი მისახვედრი არ არის, ვინაიდან ჩვენ ვნახეთ ასევე ერთი წლის წინ სააკაშვილის დედის მიერ გადახდილი $900,000-ზე ზევით თანხა, რომელიც უნდა მოხმარებოდა იმ აღქმების შექმნას და იმ საერთაშორისო აჟიოტაჟის შექმნას, რომელიც შეიქმნა სააკაშვილის ვითომ ავადმყოფობის გარშემო, გახსოვთ მაშინ და ტელემაყურებელს ახსოვს ევროპარლამენტში მათი პრესკონფერენციები, სადაც მისი დედა, შვილი, ცოლი, თუ ყოფილი ცოლი არ ვიცი, რამდენიმე ყავს მას და აი ესენიც მონაწილეობდნენ ხოლმე ამ პრესკონფერენციებში. მართალია ეს სარიად დარბაზში ტარდებოდა, მაგრამ იქ იდგმებოდა ეს სცენა, რომ აი ხდებოდა რაღაც აჟიოტაჟი, რომ მას ჰქონდა. აი ამაში იხდიან ესენი ფულს და ეს ფონდები, რომლებიც საქართველოში ფაქტიურად ემსახურებოდნენ დესტაბილიზაციის გამოწვევას, სამოქალაქო დაპირისპირების გამოწვევას, სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას და მასში მონაწილე პირების დაფინანსებას და მათთვის არა მხოლოდ ჯარიმების გადახდას, არამედ მათი ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემების მოგვარებას, რათა ის ყოფილიყო მიზიდულობის ცენტრი და იმ ადამიანებს, რომლებიც მათ ენდობოდნენ და აყვებოდნენ ამ ავანტურაში, ქონოდათ მოტივაცია იმისა, რომ ჩაედინათ ის დანაშაული, რომელ დანაშაულსაც ისინი ჩადიოდნენ. ხო, მათ არ წმუნებდნენ, რომ ნუ გეშინიათ ჩვენ აი ევროპა ჩვენს გვერდითა, ამერიკის შეერთებული შტატები, მათი საელჩოები და ასე შემდეგ. ჩვენს გვერდით არიან, თუ ფული დაგჭირდებათ, აი ჩვენ ფონდია, საჭმელი გინდათ, ამ ფონდიდან გაქვთ და უშუალოდ სასროლი პიროტექნიკა იქნება ეს თუ სხვა რაღაცა ძალადობის საშუალებები. ამას ჩვენ შეგიძენთ, რაღაც ასე შემდეგ. აი ამ მოქმედებისთვის იყვნენ ისინი გამიზნული და შესაბამისად არ არის საოცარი, რომ დაუშვათ მართლმსაჯულება მათ ესე იგი წაუყენა რაღაც გარკვეული ბრალდება და დაუყადაღა ის ფინანსური რესურსები, რომელიც გაურკვეველი წარმოშობისაა, ხო? ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია პირდაპირ ამბობს და არა ერთჯერ ითქვა ეს, რომ ეგრეთ წოდებული შავი ფულით აფინანსებდნენ სხვადასხვა ქვეყნებში ფონდებს, მოძრაობებს, სახელმწიფო გადატრიალებებს და ასე შემდეგ. მე არ მგონია, რომ ყოფილ საჯარო მოხელეს ნიკა გილაურს იმდენი შემოსავლები და ისეთი დიდი ბიზნესები ჰქონდეს, რომ $600,000 საკუთარი ფული ჰქონდეს მას იმისთვის, რომ გადაუხადოს ამერიკის შეერთებულ შტატებში ლობისტურ კომპანიას. მან კითხვა, რომ ეს კომპანიიდან გადაიხადა, მაგრამ ხო, კომპანიიდან გადაიხადა. ამის მიუხედავად, მაინც ძალიან დიდი თანხაა. ასევე იყო ეგეთი კომპანია იხდის. ასევე იყო 2012 წელს გიგაბოკერიას ჰქონდა უშიშროების საბჭოს სახელით $700,000, რომელიღაც ამერიკულ კომპანიაზე. ამ სახელმწიფო ფული იყო ეს. ხო, ეს სახელმწიფო ფული იყო, მაგრამ დანიშნულებაში იქ როგორ არის, ესე იგი იმ სახელმწიფო ფულით ემსახურებოდა იმ პარტიას, რომელი პარტიაც იყო ხელისუფლებაში. ნიკა გილაურმა განცხადება გამოაქვეყნა, მე გუშინ ვნახე და ანუ თავი იმართლა. თუმცა ოპოზიციური ძალების ნეგატიური რეაქციაც ვნახეთ, იმიტომ რომ აქ ხო ეს დანიშნულება ხო ძალიან დავარცხნლად იწერება, რომ ქვეყანას დაეხმაროს ურთიერთობებში, დემოკრატიული რაღაც ტენდენციები გააძლიეროს, ანუ იქ კეთილშობილურად წერია, მაგრამ ნუ
ურთიერთობაში და ფაქტიურად და კონტაქტების დამყარებაში. მე ვიტყოდი აი კონტაქტის დამყარება, გაუგებარი ტერმინების კონტაქტის დახმარებაში რომ დაეხმარება ვიღაცა. მე ეს რო შეხვდება თქვა რაღაცა ტრამპის გარემოწვას, იქ რას ეთქვის მე აქედან ხო გასაგებია, ამიტომ იქ მე ეს ძალიან ადვილი არის რომ რა ტენდენციასაც გინდა ის მოარგო, მაგრამ სწორედ იმიტომ რომ ესეთი ნეიტრალური ვითომ wording-ი იყო შერჩეული, მას ვიღაც ოპოზიციონერების კრიტიკაც მოყორო. კი, მაგრამ რას ეხმარები შენ? ანუ ხელისუფლება იქ რა თქმა უნდა, რომ ამერიკული ქართული ურთიერთობები სამთავრობო დონეზე, ანუ ხელისუფლებას ეხმარები, იმიტომ რომ ჩვენ ახლა ეს ბოიკოტის ხაზი ძალიან ძლიერია. ამიტომ რომ გადავიდე ამ თემაზე, ორი რამ მაინტერესებს, რომ ერთი რომ ჩვენ ვხედავთ, ჩვენ ნახეთ აი ეს ნოემბერი, დეკემბერი, ანუ დაახლოებით 3-4 თვიანი კამპანია აბსოლუტურად გაცხადებული მიზნით, აქ ეს საპროტესტო გამოსვლები, ეს ხო არის უბრალოდ პროტესტი გამოვხატეთ და მორჩა. ეგ შეიძლება გექნა პირველ დღეებში. ეს ხო გაცხადებული გეგმა, ეს ანუ დამალული არის, რომ ეს არის უნდა გადავტეხოთ, ხელისუფლება უნდა ჩამოვაქციოთ და უნდა შევცვალოთ. მაკეინის ფონდმა ხო წერილობით გამოვაქვეყნა. ღია, ხო ამას ხო არ ვაბრალებთ, მივაწერთ. ეს არის გაცხადებული, ეს გეგმა ჩავარდა. ჩვენ ხედავთ რომ ეს უკვე აღარ მუშაობს, მიიღო კომიკური ხასიათი, იმიტომ რომ ეს მიმდინარეობს სრულიად ინერციით. დღეს ხოთაშორის ეთერამდე მე ვკითხულობდი ერთ-ერთ ჯგუფში დისკუსიას ამ ოპოზიციურ ჯგუფში, რომლებიც მსჯელობდა ჩვეულებრივი ხალხი, რომ აი რა გავაკეთოთ. ჩვენ ხვდებით რომ უკვე რუსთაველი გადაიკეტა, აი ამ ჰედლაინისთვის ყოველდღიურად, ანუ მედია რეალობის საკვებად გაღებული ხარკი უკვე ნონსენსია, იმიტომ რომ მართლა ასი კაცი ვართ, ანუ ხელოვნურად ვკეტავთ, ეს არ არის საკმარისი, ამიტომ კანონს ვარღვევთ, იმიტომ რომ ხელოვნურად ვკეტავთ, ეს საკმარისი რაოდენობა არ ვიკრიბებით. კანონს რო ვარღვევთ, ხელისუფლებას საშუალებას ვაძლევთ, დაგვაჯარიმონ, იმიტომ რომ ამით ისე იყენებენ ამას, რომ ხელოვნურად კეტავ, ხო? და ჩვენ ვიგუდებით ამითი, სუსტდებით და მიზანს ვერ ვაღწევთ ვერაფერს და რა გავაკეთოთ, ხო არ ჯობია რომ ვიყოთ რა იმაზე ტროტუარზე იგავაგზავნოთ პროტესტი და გაყოფილი იყო შუაზე, ესე ვთქვათ, აზრი, ზოგი იძახდა რომ არა როგორ ეს ჩვენ უნდა მივახციოთ, ვიღაცა იძახდა რომ იცი რა ცოტა რაღაცა მეტი ადეკვატურობა გამოვიჩინოთ. სხვა შორის ძალიან საინტერესო რეფლექსია, კარგად არის არეკლილი მთლიანი ის პროცესი, რაც სოფლიოშიც მიდის, ხო? ძველ სამყაროსა და ახალ სამყაროს შორის, ახალი სამყარო, რომელიც ამას ვიცი რა არის, არსებობს რაღაცა რეალობები. მოგვიწევს თვალი გავუსწოროთ ამას, ძველი იძახის რომ არა, არსებობს გარკვეული ჩარჩო, სადაც ყველაფერს ქვია თავის სახელი და ჩვენ ეს სურათი უნდა შევინარჩუნოთ, რადგან არ უნდა დაგვიждდეს რამდენი სიცოცხლე თუ ფასი. ხელისუფლება ამ დროს, რომელმაც ნახა ყოველ ჯერზე, რა ინსტრუმენტების გამოყენება ხდება აი ამ ძალადობრივი პროცესისთვის, რევოლუციური სცენარისთვის და ასე შემდეგ, დაიწყო კანონმდებლობის გამკაცრება. მათ შორის რაც მე ვახსენე, აი ეს ამერიკული ფარა, სადაც მამუკა მდინარეზე უმრავლესობის ლიდერი იძახის ხოლმე, რომ აი ეს არის ის მკაცრი კანონი, თავის დროზე არ გვინდოდათ და მე შინ რო აპროტესტებდით, მაგრამ ეხლა მივიღებთ ამას. და ჩვენ ვხედავთ თელ საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც მედია რეგულაციებს ამკაცრებს სხვადასხვა რამეს. ანუ თქვენი აზრით ეს რამდენად აუცილებელია, დროულია და სამომავლოდ ხომ არ გამოიწვევს რაღაცა ერთგვარ, ისეთ რა, ანტიდემოკრატიულ ტენდენციების საფუძველი ხო არ გახდება, იმიტომ რომ ეს პროტესტი პრაქტიკულად ცხადია რომ დამთავრდება და შემდეგ რა ქვეყანაში ვცხოვრობთ. ისიც რა არის, მოდი მე ცოტა უკნევარ მოვყვები იმას, რომ ესე თვითონ ეს პროტესტი, რომელიც თბილისში მიმდინარეობს და რომელიც ძალიან უკვე ფაქტიურად რაღაც უნიჭო თეატრალურ დადგმად იქცა და ახლობით 100 კაცი მონაწილეობს შიგნით. ნუ გინდათ 300, ხა ამას არ აქვს მნიშვნელობა. ეს კვებავს ისეთ პოლიტიკურ ხელმოწარულ ადამიანებს, როგორც არის სალომე ზურაბიშვილი და ის პარტიები, რომელიც მასთან დადიან რაღაც ვითომ კონსულტაციებს. ანუ აქ რა ხდება იცი, ამ შემთხვევაში ჩვენ საქმე გვაქვს ოპოზიციის ფაქტიურად რაღაც ძალიან ისეთ კრახთან, რომელიც მათ განიცადეს არჩევნებზე და ოპოზიცია ვეღარ ქმნის ახალ რამეს. ისინი იკვებებიან ისევ იმ ძველი თქვენ როგორც თქვით ახლა იმ ძველი დღის წესრიგით ცხოვრობენ, რომელიც სოფლიოში გაბატონებული იყო მანამდის, ვიდრე ამ დღის წესრიგის მკვებავი თეთრი სახლის ადმინისტრაცია არ შეიცვლებოდა. ეხლა არის სხვა რეალობა, მაგრამ ისინი ვერ აღიქვავენ ამ სხვა რეალობას. გუშინ სალომე ზურაბიშვილმა გააგზავნა ევროსაბჭოში წერილი, რომ ჩამოვალო თუ დაგვიძახებთო და ოპოზიციურ პარტიებსაც ჩამოვიყვანო და იქ თავარი რაც მე სხვა შორის დავწერე კიდევაც, რომ იქ წერს, რომ ეხლა აქ ცხადია, რომ მიმართავს ევროპას, რომ ამერიკა გადისო აქედანო
და თქვენ უნდა აიღოთ თუ საქართველოში ეს თქვენ თავზეო რომ აქ დემოკრატია იყოს დაცული, სიტყვის თავისუფლება და ასე შემდეგ, რასაც მეორე ნაწილში შევეხები მე ამ ჩემი იმის გადმოცემის, პასუხის გადმოცემისას. ხო, ისინი აღიარებენ, მათ ეჩვენებათ, მათი წარმოდგენა ესეთია, რომ ამერიკა რაღაც შედის, ანიკიდან გადის, აქედან ამერიკა გავიდა, რუსები შემოვიდნენ, რაღაც ესეთ მოჩვენებებში არიან. ესენი რეალობისგან არიან აბსოლუტურად მოწყვეტილები და ებღაუჭებიან ევროპას, რომელიც ერთგვარი არ არის. ევროკავშირი არ არის ერთი სახელმწიფო თავისი კონსტიტუციით, კანონმდებლობით და ვალდებულებებით. ის არის ქვეყნების კონგლომერატი. ხო, და შეუძლებელია, რომ ევროკავშირის სახელით გელაპარაკებოდეს რომელიმე მის კი ლაპარაკობენ ახლა რაღაც იქ გარკვეული არარჩეული, არავისგან არჩეული დანიშნული ჩინოვნიკები, მაგრამ ეს არ არის ის, რომელიც შეცვლის დაუშვათ რეგიონში რომელიმე ერთი ზესახელმწიფოს გავლენას. ეს არის კოლექტიური ევროპული ძალა, რომელიც ერთიანი არ არის. ეს მათ არ შეუძლიათ რომ აღიარონ და გაიგონ. ეხლა რაც შეეხება იმას, რომ ამ ცვლილებებს, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს ახლა საპარლამენტო დონეზე, ეს არის ნარკოტიკების გამსაღებლების წინააღმდეგ კანონმდებლობის გამკაცრება, ეს არის დარეგულირება თვითრეგულირებიდან მასმედიის საკანონმდებლო რეგულაციაში გადასვლა და ეს არის ასევე უცხოური გავლენის ეს ამერიკული ფარას პირდაპირ გადმოქართულება. მე არ მეყვარს საერთოდ და რაღაც BBC-ს კანონის მე არ მეყვარს საერთოდ რაღაცების პირდაპირ გადმოღება აქ და მე ამის რო გითხრათ რომ ხა ძალიან აღფრთოვანებული ვარ რომ საიდანაც კანონი პირდაპირ გადმოდის აქ საქართველოში არა არ ვიქნები მართალი არ მომწონს ეს პირდაპირ გადმოღება და კალკი იქიდან გადმოტანილი იმიტომ რომ ის რაც კარგად მუშაობს სხვაგან შეიძლება რომ არ იმუშაოს ჩვენთან მაგრამ საქმე რა შეიცით ეს უკვე იყო რაღაც ცივილიზაციის დილემა დადგა ჩვენ წინაშე რომ ან ჩვენ ვაკეთებთ ისე როგორც იქაა სადაც ეს მუშაობს საიდანაც ვიგებთ რომ დაუშვათ იქ გიული ალასანიამ 900,000 გადაიხადა ეხლა რო არ იყოს ეს ფარა ჩვენ ვერ გავიგებთ რომ ნიკა გილაურმა $600,000 გადაიხადა იმისათვის რომ საქართველოს სახელი გაუტეხონ და რაც შეიძლება მეტი პრობლემები შეუქმნან საქართველოს სახელმწიფოს არა მაგრამ აქ მეორე პრობლემაა რომ აი ეს ამ კანონს რომ მივიღებთ ჩვენ და მისაღები ეს კანონები და მივიღებთ ამ კანონებს არა უნდა გავითვალისწინოთ კიდევ ერთი ფაქტი ჩვენ სამწუხარო ფაქტი რომ რამოდენიმე ასეული 1000 ამორჩევლის ხმა პარლამენტში იმის გამო რომ მათ მიერ არჩეული პარტიები დაადგნენ საქართველოს ღალატის გზას პირდაპირ საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის გზას და არ შევიდნენ პარლამენტში არ ისმის პარლამენტში ამ ხალხის ხმა ეს კარგი არ არის მე მინდა პირდაპირ გითხრათ და კარგი იქნებოდა რომ გამართულიყო დებატები იგივე მართველი პარტია ამბობს რომ ის არის მოწოდებული იმისგან რომ დაუშვით იქ რამე თუ უნდათ რომ შეიცვალოს მათ ოპოზიციას ამბობს რომ აი მოდით გვითხრით არგუმენტით თქვით და შევცვლით ხო ყოველთვის ესე იყო მაგრამ მათ პარლამენტი დატოვეს არ შევიდნენ პარლამენტში ანუ ისინი არ მონაწილეობენ სახელმწიფო ცხოვრებაში რაც ძალიან ცუდია და ცუდია მართველი გუნდისთვისაც და ცუდია სახელმწიფოსთვისაც ვინაიდან ოპოზიცია არ მონაწილეობს ამ იმიტომ რომ იქ მე არ გამოვრიცხავ იმას რომ რომელიმე კანონში იყოს ისეთი ცდუნება რომ და იმის საშუალება რომ მომავალში თუ დაუშვათ როდისმე საქართველოში 10 წლის მერე იქნება თუ ეს 20 წლის მერე გაჩნდეს რაღაც კანონში ჩანაწერი როცა შეიძლება რომ ვინმე უკეთურმა დაუშვათ რაღაც სხვა მიზნებისთვის გამოიყენოს ამიტომ აუცილებელი იყო რომ პარლამენტში ყოფილიყო ოპოზიცია რომ ეს კანონები ყოფილიყო მიღებული დისკუსიის გინდაც დებატების იმაზე რა ქვია ფონზე მაგრამ იქნებოდა უფრო მეტად
მეტი რაღაც მექანიზმები ჩადებული იმისათვის, რომ არ შექმნილიყო ცდუნება ოდესმე დაუშვათ ამ კანონების თვის რაღაც ყურის სხვა მხრიდან მომმისა და იქნებოდა უფრო მისაღები. გასაგებია, მაგრამ ვერავინ არ აუკრძალავს პოლიტიკურ ძალებს, თქვათ, აი ბოიკოტის გამოცხადებას, ისევე როგორც პატიმარს არ ეკრძალება შიმშილობა და არსებობს მე რაღაც კანონით დადგენილი ნორმები. ვაკეთებთ ჰუმანისტური მიდგომა გულისხმობს, რომ არ შეიძლება სადრე იყენებენ ხოლმე ძალით ყვება მაგალითად ეს არ შეიძლება. და მოკლედ მთელი კანონმდებლობა არსებობს, შიმშილობა ესე არ არის, რა ქვია, უბრალოდ ხო, ყოველდღიურად შეთავაზო მაინც საჭმელი და მთელი პროცედურა. ამ პარალელს რასთან ვავლებ, რომ ისევე არის პოლიტიკური ცხოვრებაც. ხო, იმას ვერ აუგზავნა ბოიკოტის გამოცხადებას, არ მონაწილეობას, თვით დაზიანებას ამ პოლიტიკურად. მაგრამ ვისი მოვალეობა და პასუხისმგებლობა ეს პირველ რიგში არის თუ არა ამომრჩევლის, ანუ ამომრჩეველმა მიმდინარე პროცესი ძალიან ზუსტად უნდა დაინახოს. თქვენ რომ გაქვთ რაღაც სასამართლო პროცესი და რომ მოიყვანეთ ადვოკატი, ეს პროცესი მიდის სადღაც მოსამართლედ ნიშნავს შეხვედრებს და ყოველდღიურად რაღაცა ხდება და წარმოიდგინეთ რომ ადვოკატი უარს იძახის და ერთ-ერთ დღეს აღარ მოდის აქ და დაკტოვათ ეს ამის პირისპირ. იმიტომ რომ ადვოკატი არ გამოცხადდა და ბოიკოტი გამოაცხადა, რამე ხო არ შეწყდება ამით. ზუსტად ისევეა ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება, კალენდარი ვერ გაჩერდება. შენ ამას აღიარებ ხელისუფლებას, არ აღიარებ და შენ რეალობაში რაბუშჩი ცხოვრობ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს კალენდრისთვის. მზე დილით ამოდის, საღამოს ჩადის და ვიღაცა ახორციელებს ამ ხელისუფლებას და შენ ადეკვატური ის უნდა გამოიჩინო ამ ყველაფრის მიმართ, ხო? რაღაცა რეალობა. კალენდარი და სეზონი გააჩნია ყველას. თქვენ ლაპარაკობთ ამორჩეველზე. რა თქმა უნდა, ფეხბურთის ჩემპიონატს თუ რაც იქნება, ვერ მოხდება ის, რომ ეს ყველაფერი გაჩერდეს და შემდეგ შენ როცა გინდა მასში გადაზდეს, ან მე სანამ რაღაცა შედეგს არ მივაღწევ, მანამდე არაფერი არ გაგრძელდება. ეს ყოველდღიურად მიმდინარეობს ცოცხალი პროცესი. სწორედ ამიტომ ამორჩეველმა უნდა დაინახოს ზუსტად, რომ მან თავისი პასუხისმგებლობა უნდა მოსთხოვოს იმ ოპოზიციურ პარტიას, რომელსაც ხმა იმიტომ კი არ მისცა, რომ 26 ოქტომბერს ის იმაზე არ ფიქრობდა, რომ ესენი პარლამენტში არ შევიდნენ. იმედი ქონდა, რომ მოიგებდა, დამარცხდნენ, მაგრამ საპარლამენტო რესპუბლიკაში ეს მარცხის პირობითია, იმიტომ რომ შენ რაღაცა პროცენტს ძალაუფლების რაღაც ნაჭერს იღებ. შენ იღებ უდიდეს რესურსს იმისთვის, რომ თუ შენ უმცირესობაში ხარ და ხელისუფლება არაფერში არ გითვალისწინებს, შენ მიღებული რესურსით, ტრიბუნით, საშუალებებით ემუშაო ელექტორატს ამ ამორჩევლის ბაზაზე იმუშაო და გაზარდო ეს მხარდაჭერა და მოემზადო მეორე სეზონისთვის, ხო? აი ამაზე, როდესაც პარტია იძახის უარს და ეს არ ყოფილა შეთანხმებული, არავის არ უთქვია, რომ ჩვენ თუ წავაგებთ, მაშინ ხალხო იცოდეთ, რომ ჩვენ პარლამენტში არ შევალთ წინასწარ. ეს იმედგაცრუება ამ ამორჩეველს უნდა მოთხოვოს პირველ რიგში ამ პარტიებს. ეგ ერთი. მეორე მხრივ ის, რომ გააზრების პროცესი დაწყებულია, ეს იმასაც ჩანს სწორედ ამ რაღაცა ძალიან შემცირებულ პროტესტს. და ვინც დადის პროტესტზე, მაგალითად არაპარტიული ნაწილი, არამედ ვიღაცა მოქალაქე, რომელსაც ჯერ კიდევ გონია, რომ თქვა რაღაცას შეცვლის, ფიქრობს, რომ ეს დღის წესრიგი უნდა შეიცვალოს, მანაც უნდა მიაქციოს ყურადღება, რა პროცესში, ანუ გაკვეთილი აქედან უნდა გამოიტანოს, რომ ეს არ არის ნორმალური გზა. მით უმეტეს, როდესაც ეს ახალი არჩევნები უკვე რომ რაღაცა იდე ფიქსად იქცა და ჩაიხვიეს და იმეორებენ, დანიშნულია. და მოდის შემოდგომაზე. ეხლა ჩვენ გვესმის, რომ ისე მოდი ამაზე ნუ ლაპარაკობ ჯერ ადრე, ანუ ეხლა გაუგებარი ადრე. ადრე რატო ეხლა? არის მარტი. შარშან დაწყებული იყო ეს უკვე კამპანია. არის მარტი და აგერ არის შემოდგომაზე. ანუ ის მარტივი, აი ხა მე კითხვას ჩამოვაყალიბებ რა. ეს მარტივი რეალობა, რომლის მიხვედრაც ძალიან ადვილია, რომ შენ შეუძლებელია ქუჩის პროცესი დასრულებულია, საერთაშორისო წნეხი ისეთი პროცესები მიდის მსოფლიოში და მით უმეტეს უკრაინის მაგალითზე, რომ შენ სასარგებლოდ ვერაფრით ვერ დაჯდება, მით უმეტეს უახლოეს მომავალში. შენ ხვდები, რომ ქუჩის პროტესტი, რომელიც განლეულია და ხელისუფლება პრაქტიკულად ხელს გიწყობს, იმიტომ რომ აჰა შემოკავებულია ტერიტორია და გამართეთ რაც გინდათ, და ეს შედეგს ვერ გამოიღებს და დანიშნულია არჩევნები. ანუ ხო ძალიან ლოგიკურია იმის მიხედვით, რომ ეხლა უნდა მივიღოთ ამ არჩევნებში მონაწილეობა, მთელი ეს პროტესტი თუ შარშანდელი ეს შეთხზული გაყალბების თემა უნდა აამუშაო და უნდა მოუწოდო ხალხო, მოდით რომ ეხლა მაინც დავაფიქსიროთ, დავაზღვიოთ თავი და დავაფიქსიროთ ეს რეალობა, რომ ჩვენ ვართ მეტნი ვიდრე ესენი და თუ ამ არჩევნებში ვაჩვენებთ ამ შედეგს, მერე მოვითხოვოთ უკვე ვადამდელი, აი ამაზე დაყრდნით, ანუ საკუთარ თავს მივცეთ ლეგიტიმაცია. ჩვენ ამის ნაცვლად ისევ გვესმის ბოიკოტის გამოცხადებისკენ მიმართული განცხადებები, ისევე როგორც ერთი დღე არ იყო გასული და
არარსებულ გაყალბებაზე დაიწყეს ლაპარაკები და ეს კამპანია აბსოლუტურად ჩავარდა. დაიწყეს სრული ფრუსტრაცია და ხელისუფლებას მისცეს სრული კანონპროექტი. ანუ თქვენი აზრით აი ეს ერთადერთი რაციონალური გზა იქნება უგულებელყოფილი თუ ამ დარჩა არსებულ ოპოზიციასაც გაკოტრებულს მაინც აქვს შანსი რომ თავის განახლება გააკეთოს. მე ვფიქრობ, რომ მათ ამის შანსი აღარ აქვთ უკვე, ვინაიდან მათ ამორჩეველს ძალიან დიდი ტრავმა მიაყენეს, როგორც გითხარით თქვენ, რამოდენიმე ასეული ათასი ამორჩეველი მათ ფაქტიურად იგნორირება გაუკეთეს მათ ხმას და მათი ამ ამორჩევლების ხმა არ ისმის პარლამენტში და ეს ადამიანები დიდი ნაწილი ყოველ შემთხვევაში ამ ადამიანებისა მეორედ უფრო მეტად დაფიქრდებიან და უფრო სხვა არჩევანს გააკეთებენ. შეიძლება რომ მათ ხელისუფლების სასარგებლო არჩევანი არ გააკეთონ, მაგრამ თუ გამოჩნდა სხვა პარტიები, რომლებიც იქნება მათთვის მისაღები და შესთავაზებს მათთვის მისაღებს ნაბიჯებს, ალბათ დაუჭერენ მათ მხარს. ამათ რომლებმაც ეს გადადგეს, ეს ნაბიჯი გადადგეს წინასწარ დაწერილი სცენარით და ეს სცენარი ჩვენ ვიღაცის მოყოლილი კი არ ვიცით მაკენის ინსტიტუტიდან ის ლორა თორნტონი როა იმ კალმა პირდაპირ წერილობით გამოაქვეყნა როგორ უნდა მოხდარიყო საქართველოში რევოლუცია რომ არ უნდა ეცნოთ არჩევნების შედეგები და ასე ეს ხო ჩვენ ყველა ვიცოდით და სალომე ზურაბიშვილიც რო იქნებოდა შემდეგი გამწევი რაღაცა ამ ყველაფრის ესეც ვიცოდით ყველა არ არის ეს დაუშვათ ვინმე ერთი ადამიანის აღმოჩენა ისე როგორც დაუშვათ დედამიწის მიზიდულობა აღმოაჩინა ერთმა მეცნიერმა, ხო? ეს ბევრჯერ იქნა ნათქვამი, მათ შორის ჩემგანაც, სხვა ადამიანებიც ბევრს საუბრობდნენ ამის შესახებ ტელევიზიიდან, შეხვედრებზე, საჯაროდ, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ეხა ალტერნატივა, ფაქტიურად ალტერნატიული პარტიები იმ 4 პარტიისა, რომლებსაც გადალახეს ის 4%-იანი ბარიერი, ჯერჯერობით არ ჩანს. რაიმე ახალი. პოლიტიკური ლანდშაფტი იცვლება საქართველოშიც ისე როგორც დაუშვათ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში. გერმანიაში მაგალითად არჩევნების შემდეგ 4 დღის წინ ჩატარდა გამოკითხვა და ფრიდრიხ მერცის რეიტინგი არის კატასტროფულად დაცემული იმის გამო, რომ ის შევიდა კოალიციაში სოციალ-დემოკრატებთან და მწვანეთა პარტიის ხმებით მოახერხა მან სახელმწიფო ვალის 500 მილიარდ ევროიანი ვალის დამტკიცება შეიარაღებისთვის, რამაც ძალიან დიდი უკმაყოფილება გამოიწვია გერმანელ ამორჩევლებში და ისინი მომავალ არჩევნებზე აუცილებლად აისახება ეს მოვლენები იქაც. სამაგერო ძალიან გაიზარდა ალტერნატივა გერმანიისთვის 4%-ით კიდე გაიზარდათ მათ გამოკითხვის შემდეგ ხმები. ასევე აქაც ეხლა რო ჩავატაროთ გამოკითხვა, ხო, გამოკითხვა ჩვენ გვაჩვენებს, რომ სტაბილურად ჩემი ვარაუდით სტაბილურად იქნება ხელისუფლების ის პროცენტი, რაც მათ ჰქონდათ, ვინაიდან მათ რაიმე ისეთი რადიკალური ნაბიჯი არ გადაუდგამთ არც ერთ მხარეს და მიყვებიან იმ გეგმას, რომელიც მათ ჰქონდათ გამოცხადებული, ეს იყო მშვიდობა და განვითარება, ხო? ეს ძირითადი ხაზი და ამას მიყვებიან ისინი. მაგრამ აი რაც შეეხება ოპოზიციას დღის წესრიგი ჰქონდა გარედან შემოტანილი. აი ეს იყო მთავარი პრობლემა, რომ აქ იმიტომ არც აწარმოებდნენ საარჩევნო კამპანიას ისინი, რომ გარეთ აწარმოებდნენ საარჩევნო კამპანიას სხვადასხვა ქვეყნებში, სხვადასხვა დედაქალაქებში, მათ ეგონათ, რომ შეიძლება ბრიუსელში ან ვაშინგტონში ჩაეწყოთ საქმე და ამ საქმის ჩაწყობით მოსულიყვნენ საქართველოს ხელისუფლებაში. ეს არ გამოვიდა, ვინაიდან ნახეთ ყველამ შედეგად რაც დაიდო. არა ის ტყუილიც ძალიან მალე ჩაიფუშა, რომ აი თითქოს რაღაცა გაყალბდა, არაფერი არ გაყალბებულა. აქედან გამომდინარე, ჩემი ვარაუდია, რომ მომავალ ადგილობრივ არჩევნებში რაიმე დიდ საოცრებას აღარ უნდა ველოდეთ ჩვენ. მანამდე ვიდრე არ მოხდება ამის გადააზრება და არ მოხდება
ახალი რაღაც პოლიტიკური კულტურის შემოსვლა, ახალი პოლიტიკური ძალების წარმოქმნა. ეს პოლიტიკური პარტიები ესე ხელოვნურად ვერ იქნება, იცი, როგორც აი რაღაც თავისუფლების მოედანი გამოეყო ხაზარაძეს და შეეყო ვიღაცას დაუშვათ იქ ნაციონალური მოძრაობიდან ერთი თავმჯდომარე მეორე გადააყენა და ის თავის საძმაკაცოს რაღაცა პარტია დაარქვა. ესე პარტიები არ იქნება, საერთოდ პარტიას ძალიან დიდი სოციალური ბაზა ჭირდება, დიდი მუშაობა ჭირდება, ოპოზიციიდან უნდა დაიწყოს, რა თქმა უნდა. პარტიის შექმნა პირდაპირ ხელისუფლებიდან ვერ დაიწყება რა. უნდა იყოს ოპოზიციური მუშაობა, ოპოზიცია კარგი ნიშაა იმისთვის, რომ ჩამოყალიბდეს რაღაც გარკვეული პოლიტიკური მიმდინარეობა, ვინაიდან ოპოზიციას იმხელა პასუხისმგებლობა არ აქვს რამდენიც ხელისუფლებას. საინტერესო საკითხს მიადექით და აი ამ თემაზე მინდა რომ დაგელაპარაკოთ. ჩვენ ვხედავთ, ჩვენ გვექცეთ გამოცდილება, ხო? იყო 90-იანი წლების პირველი ნახევარი, ძალიან მძიმე საქართველოსთვის, დამოუკიდებლობის გამოცხადება, კომუნისტური რეჟიმის დროს ჩატარებული არჩევნები და იქ მრგვალი მაგიტის გამარჯვება, ანუ ეს არჩევნებით შეიცვალა ხელისუფლება, შემდეგ დამოუკიდებლობის. თუმცა მაგასაც ჩვენ გვებრძოდნენ, მაშინ ამბობდნენ რომ რატომ მიდიხართ არჩევნებზეო. ხო, და იქ მაშინვე იყო ზუსტად ის პარალელური კონგრესი და ასე შემდეგ. და ეს ტენდენციები მაშინვე იყო და ბალტიური გზა არ გვინდა, შემდეგ ზუსტად გამსახურდება პრაქტიკულად ეს გზა გამოიყენა მონაწილეობით, ამან მოიტანა შედეგი. შემდეგ სამოქალაქო ომი, სეპარატისტული მოძრაობები, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა და აი ყველაფერი და პირველი პრეზიდენტის განდევნილი პრეზიდენტის სიკვდილი. კვლელობა. ამან მოიტანა 95 წელს, მაინც ეს ყველაფერი მიხედავთ რომ ძალიან სწრაფად იყო მომხდარი. მაინც ეს დაპირისპირება მაშინ და ძალიან დიდი გახლოჩა საზოგადოების დასრულდა და რაღაცნაირად ახალი ფურცელი დაიწყო, იმიტომ რომ 95 წელს მივიღეთ კონსტიტუცია, შევარდნაძე გახდა პრეზიდენტი, მივიღეთ ეროვნული ვალუტა და უკვე ქართული პოლიტიკური ცხოვრება რაღაცა ახალი პარადიგმიდან დაიწყო. დასაკარგი უკვე დაკარგული გონდა და ესეთშიც უკვე შესულები ვიყავით, ხო? და უკვე ეს უფრო ტერიტორიულ პრინციპს დაეფუძნა ალბათ, იმიტომ რომ იყო მოქალაქეთა კავშირი, იქ იყო აღორძინება, რომელიც რაღაცა ბაზირებული აჭარაში. სოჭურის მაშინ ჩვენს გადავლახეთ ბარიერი 14.3% ქონდა, მერე 3 დღე ყრიდნენ ხმებს, ვიდრე ჩვენ არ ჩამოგვიყვანეს 4.98%-ზე ხმების და 5%-ის უკან გაგვყარეს, მაშინ ქონდა გაგვაგდეს იმიდან, რა ქვია, არ შეგვიშვეს პარლამენტში. ჩვენი მომხრეები რომელი პარტია? ეს იყო კონსტანტინე გამსახურდია საზოგადოება 21 საუკუნე, ესეც საარჩევნო ბლოკი არსებობდა. დემოკრატიული პარტია შევიდა მაშინ. მაშინ ეროვნულ დემოკრატები არ ვიცი შევიდნენ თუ არა მაშინ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ზუსტად ვერ გეტყვით ამას. მე მგონი ეროვნულ დემოკრატების დიდი დელეგაცია შევიდა შიგნით 80 ხო, მაშინ შევიდნენ კი. ხო და მაშინ დაიწყო რაღაცა აი ახალი ტალღა. ეხლა ბოლო 20 წელია ჩვენ ვცხოვრობთ აი ესეთ პრაქტიკულად ნაციონალური მოძრაობის დღის წესრიგით. ხო, ისინი რომ მოვიდა რევოლუციაში, ჯერ როგორც ხელისუფლები და მერე იყო ეს პარტია, რომელიც გადავიდა ოპოზიციაში და არ გაქრა, იმიტომ რომ მისი ლიდერი ამას მუდმივად კვებავდა, ბოლოს 21-ში თვითონაც ჩამოვიდა და ეს დიქოტომია, ეს დაპირისპირება, გეოპოლიტიკის ცვლილების კვალდაკვალ, ხო? ქართულმა ოცნებამ 3 წლის განმავლობაში შეიცვალა თავისი ტენდენციები, დღეს სრულიად სხვა ტიპის ძალად არის, ხო, ჩამოყალიბებული. და ეს დიდად განაპირობა ამ რუსეთ-უკრაინის ომმა, იმიტომ რომ ჩვენ დაგვიდგა კონკრეტული საკითხი და ამ კონკრეტული საკითხის უბრალოდ ღირებულებითად კი აღარ ვიყავით, აქეთ რესპუბლიკელი დემოკრატი და აი ესე დაპირისპირებული. არა, ექსისტენციურ საფრთხეზე იყო. კონკრეტულმა საკითხმა მოახდინა მხარეების გაყოფა, რომ ვინ საით არის. მაგრამ აი ეს დაპირისპირება პრაქტიკულად დასრულდა ამ ქართული ოცნების გამარჯვებით და ამერიკაში ხელისუფლების ცვლილებამ ეს გააფორმა, იმიტომ რომ გამოჩნდა ტენდენციები, რომელიც აჩვენა, რომ მორალურადაც, შინაარსობრივადაც ქართული ოცნება გარდა პრაგმატული შედეგისა, თურმე თეორიულადაც აღმოჩნდა მართალი. აი ახლა ამას აკლია გაფორმება, იმიტომ რომ ოპოზიცია ამარცხს არ აღიარებს და პრაქტიკულად მიდის თვითლიკვიდაციისკენ. აი ახლა ახალი არჩევნები ჩატარდება და დაუშვათ მოსალოდნელი სცენარი, როგორც ახლა იძახიან, რომ ეს დღევანდელი ოპოზიცია არ იღებს მონაწილეობას. ქართული ოცნება ცხადია მიიღებს. დარწმუნებული ვარ, რაღაცა ტიპის სხვადასხვა ოპოზიცია ასევე მიიღებს. ანუ რა შეიძლება შეიქმნას ის ახალი სურათი,
რომელიც ამ ბოლო 20 წლის პოლიტიკურ ლანდშაფტს მთლიანად გადატვირთავს, მოხდება ერთგვარი ეროვნული თანხმობა იმაზე, რომ გასაგები იყო, რაც მოხდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ თურმე ამ დაქსაქსულ მსოფლიოში მთავარი და ამოსავალი წერტილი არის ეროვნული ინტერესი, რომ ჩვენ ყველანი ვართ ქართველები, პირველ რიგში უნდა ზრუნავდეთ ჩვენს ქვეყანაზე და შემდეგ სხვა საკითხებზე შეიძლება გქონდეს განსხვავებული ვითარება. იმიტომ რომ დღეს ხო გესმით ბატონო ბიძინა, რომ არ არსებობს დღეს უკვე შეხების წერტილი. ყველაფერში განსხვავებული, არა მარტო საკითხებში ვართ განსხვავებული, არამედ იმ საკითხის დაყენებასაც კი სხვადასხვანაირად ვაყენებთ. შესაძლებელია თუ არა ის, რომ შემოდგომიდან უკვე გაისად 2026 წელს მოხდეს კვლავინდებურად აი ამ პოლიტიკური სურათის შეკვრა. კი, მე ვფიქრობ, რომ შეიძლება და ეს დაწყებულია, ვინაიდან საქართველოში იყო ეს ბრძოლა გამოძახილი იმ გლობალური დაპირისპირებისა, რაც მიმდინარეობდა სხვადასხვა დიდ პოლიტიკურ ცენტრებში, მსოფლიოში და ეს იყო დაპირისპირება, ესე იგი, მემარცხენე გლობალისტურ ძალებს და სუვერენისტებს შორის. ეს დაპირისპირება ეხლაც არსებობს, ეს მემარცხენე გლობალისტური რაღაცა ძალები, რომლებიც დღეს ევროკავშირში არიან ძირითადად კონცენტრირებული და ბრიტანეთი არ არის ევროკავშირის წევრი, მაგრამ ერთ კონგლომერატს წარმოადგენს. ამერიკაში არიან ეს ძალები, იქ დამარცხდნენ, მაგრამ ხო არსებობენ. კი, რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებში ამ ძალებს, ისინი ისეთი დიდი დარტყმის ქვეშ მოყვნენ, რომ იქ ვერ გამოდიან ჯერ შოკიდან, რაიმე ნაბიჯებს ისინი ჯერჯერობით ვერ დგამენ, ვინაიდან ტრამპის ადმინისტრაცია ძალიან სწრაფი და ენერგიული ნაბიჯებით კარგად დაგეგმილი ჰქონდათ მათ ეს ყველაფერი, მიდის წინ და ისინი უკვე ვერ გამოდიან იმ შოკიდან, რომელიც რაღაც ინსტიტუტების დახურვით ბაზებს აცლის, სავარაუდოდ ისე წერტილებს აი ისე როგორც აქ ეს ფონდები იყო, რომლებიც ამ არეულობას და აი ამ დესტაბილიზაციას აფინანსებდნენ, ისე იყო იქ ეს ფონდებიც, რომლებიც მჭიდრო კავშირში იყვნენ აქაურ ჩვენს პოლიტიკურ, ასე ვთქვათ, პარტიებთან რა. ეხლა რა შეიცით საქმე, რომ ეს დაპირისპირება საქართველოსაც აისახებოდა ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებული ბაიდენის ადმინისტრაციასთან, იქ ვიქტორია ნულანთან და იმ ადმინისტრაციასთან, რომელიც მწარედ დამარცხდა იქ და ეხლა აღმოჩნდა, რომ ამ ადმინისტრაციის ძალიან გამოჩენილი წევრები თვითონ მონაწილეობდნენ სახელმწიფო გადატრიალებებში კი და არჩევნებში წერეოდნენ. აგერ ნახეთ გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმებაში ენტონი ბლინკენი იყო პირდაპირ და უშუალოდ ჩართული. ხო? ეს ჩვენი ეს ოპოზიციური პარტიები იყვნენ მათ იმედზე, რომ ისინი ამ არჩევნებს მოიგებდნენ და აქ გაგრძელდებოდა ისევ იმ გლობალიზაციის ფორპოსტი იქნებოდა საქართველოს ამიერკავკასიაში და გაგრძელდებოდა ის პოლიტიკური კურსი, რომელ პოლიტიკურ კურსსაც ატარებდა ბაიდენის ადმინისტრაცია. ეს შეიცვალა კარდინალურად და რადიკალურად, ხო? ეს ძალიან კარგად გათვალა ხელისუფლებამ. და ეს არ იყო დაუშვათ რაღაც რულეტკის თამაში, რომ ან ისე იქნება და ან ესე იქნება, ვინაიდან მე დარწმუნებული ვარ, აქ რულეტკას მაშინ არავინ არ ითამაშებდა და შემთხვევით არაფერი არ იქნებოდა, კარგად გათვალა ეს ქართულმა ოცნებამ და სწორი ნაბიჯები გადადგა არა მხოლოდ საქართველოს ეგზისტენციური საფრთხისგან არიდებით, რომ არ ჩაება ისინი უკრაინის სისხლიან დაპირისპირებაში, რომელიც უკვე ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის აღიარებითვე არის პროქსი ომი დასავლეთს და რუსეთს შორის და ჩვენ იქ არაფერი არ გვესაქმებოდა აბსოლუტურად და ეს აღმოჩნდა სწორი და ასევე სწორი აღმოჩნდა სუვერენისტების და პრაგმატული პოლიტიკის და ანგარიშიანი პოლიტიკის მხარეს დადგომა, რაც განახორციელა ხელისუფლებამ. ეხლა სხვა საქმე ეს შიგნით როგორ აისახება მომავალში ეს ყველაფერი ის სურათი, რაც დღეს დადგა სოფლიო პოლიტიკურ მიმდინარეობებში. ეს აისახება შემდეგნაირად, ჩემი აზრით, რომ ხელისუფლება, როგორც უკვე თქვი მე, მიდის იმ ხაზით, რა ხაზიც მათ ჰქონდათ, რაიმე ახალი და ისეთი რადიკალური სადმე გადახვევა მათ არ გაუკეთებიათ, მაგრამ არის მეორე მხარეს
დარჩენილი ძალიან დიდი რაოდენობის ამორჩეველი, რომელსაც არ მოწონს ეს ხელისუფლება, მართალია ისინი უმრავლესობა არ არიან და არიან უმცირესობა, მაგრამ ცოტა არ არის. ხო, ეხლა მათ 43% ექნებოდათ რო შესულიყვნენ პარლამენტში. 43% ოპოზიციური ძალა პარლამენტში, ეს არის ძალიან დიდი ძალა. ხო, მაგრამ მათ ეს ნაბიჯი არ გადადგეს და ის ამორჩეველი დატოვეს პირში ჩალაგამოვლებული. ამიტომ ის ამორჩეველი გააკეთებს ამაზე აუცილებლად რეაქციას და აუცილებლად შეიქმნება ახალი პოლიტიკური მიმდინარეობები, რომლებიც იმ ხალხის ხმაზე იქნება ორიენტირებული, რომელი ხალხიც დღეს ფაქტიურად არის დარჩენილი წარმომადგენლის გარეშე. ამის შექმნა სჭირდება ეს თუ პლატფორმა, საფუძველი. შენ ასე უგნები ამ ადამიანებს, იმიტომ რომ დღეს ამერიკა იძახის, რომ აი რაც თქვენ ბრძანეთ, რომ სუვერენული პოლიტიკა ქვეყნები გამოდიან თავის ინტერესებიდან, დღეს მიმდინარეობს ახლა ამით და მაშინ როცა რუსეთმა დაიწყო ომი, კრიტიკა იყო, რა თქმა უნდა, რუსეთი არის აგრესორი, ეს არის ტერორისტი ქვეყანა, პუტინი არის დიქტატორი, დახოცა ბავშვები, ის არის დამნაშავე. ეხლაც რო უყურებ ინტერვიუებს, აი ეს დასავლელი ჟურნალისტები ითხოვენ რესპონდენტისგან, რომელიც პრაგმატიზმზე ლაპარაკობს, ხომ ამის აღიარებას როგორ ლაპარაკობს, თქვა და არ ვიცი, ჯეფრი საქსი მაგალითად იძახის, რომ რატო გინდათ რომ შემიყვანოთ კლიშეების დარქმევისკენ, სახელების დარქმევისკენ, მაშინ როცა ჩემი ამოცანა არის, რომ ეს რაღაცა შეხების წერტილები გამოიძებნოს და თქვათ ომი გაჩერდეს, ხო? და ამერიკული პოლიტიკა დღეს ამდაგვარი გახდა. და ევროპაში, სადაც ჯერჯერობით ისე მორალისტური პოზიცია უყურებენ, სხვადასხვა საკითხები რო ჩნდება, მაგალითად ამერიკული პოლიტიკა იდეოლოგიური პოზიციიდან და არა მორალის. იდეოლოგიურიდან გვიყურებენ ისინი ჩვენ. მათ მორალი ნაკლებად მოეკითხებათ. ისინი ისევ იმ რაღაც მემარცხენე ლიბერალურ რაღაც გლობალისტური იმის მორალიდან გამოდიან რა დღის წესრიგიდან, რომელიც სოფლიოში არსებობდა, როგორც უკვე ვთქვი, დაახლოებით სულ რაღაც 5 თუ 6 თვის წინ ისინი იყვნენ ფაქტიურად ეს იყო ერთადერთი ჭეშმარიტებად აღიარებული დოგმა. ეხლა სხვადასხვა საკითხები, როცა ტარიფების ან სხვა საკითხები ჩნდება, უცებ ჩვენ ხედავთ, როგორ იშლება ეს რაღაც ერთსულოვნება იმ ქვეყნებშიც კი. იმიტომ რომ უცებ ხვდებიან, რომ ძალიან კონკრეტული საკითხები და აი აქაც აღმოჩნდებიან ეხლა უფრო პრაგმატული ადამიანები. და აი მაგას ვიძახი, ამას სჭირდება თეორიული საფუძვლის შექმნა, რომ შენ ახალი პარტია გამოჩნდა ძველი სახეებით, ახალით არ აქვს მნიშვნელობა. შენ რაღაცნაირად შენ ამორჩეველს უნდა შესთავაზო პირველ რიგში სამყაროს ხედვა, რომ რანაირია ეს სამყარო. ანუ დღეს უკვე აბსურდია, როგორ უნდა დაელაპარაკო ევროკავშირზე, შესაძლებლობის ფანჯარაზე, როცა ხედავ ის კრიზისი რაც იქ ხდება. მე არ ვიცახი, რომ ხვალდაზე ევროკავშირი შეიძლება ეს კრიზისი გაიაროს, მაგრამ ყოშყოში დღევანდელ სიტუაციაში წინა პლანზე სხვა საკითხებია, ხო, წამოსული უსაფრთხოების, ეკონომიკის და ასე შემდეგ. ანუ ამაზე რეფლექსია უნდა გააკეთოს ამ ახალმა ოპოზიციურმა პარტიამ და ამორჩეველს უნდა დაანახოს, დღეს სამყარო ამ ნაწილში არის ესეთი, რომ თუნდაც ის რომ არ შეიძლება კონსტიტუციური ჩარჩოდან გასვლა და პოლიტიკური ბრძოლა უნდა წავიდეს შიგნით დამარცხი არჩევნებში არა უშავს აგრძელებ იმით რა რესურსის რაც გაქვს და ემზადები შემდეგული ხო ვერ იქნება ანუ გუნდმა რომ ვერ მოიგოს წარმოიდგინეთ რომელიმე წელს ჩემპიონატი და ჩემპიონატს გამოუცხადოს ბოიკოტი ესეა აი ოლიმპიადაში ქვეყნებს შორის ეგეთი ხდებოდა იმიტომ რომ ბევრად უფრო პოლიტიკურია და თქვა გამოუცხადებ მოსკოვის ან ლოს-ანჯელესის ოლიმპიადას ბოიკოტს მაგრამ ანუ ეს სხვა არის, ეს არის, როცა ჩემპიონატში მონაწილეობდა. თუ არ მონაწილეობ, იქ ქვეყნები არ ხრება. სპორტი არ ხრებოდა არც ამერიკაში და არც იმაში, საბჭოთა კავშირში, მაგრამ დღეს რო გუნდმა უარი თქვა ჩემპიონატში მონაწილეობას, ის გუნდი უბრალოდ გაქრება, თუ არ ითამაშა, რა უნდა აკეთოს? ანუ ეს მარტივი ჭეშმარიტება ხო უნდა აუხსნას. ამას სჭირდება ძველი სახეების მხრიდან, მაშინ გადააზრება, ერთგვარი კათარზისი, რეალობის დანახვა, რომ მე ისევ დაელაპარაკო ამ რჩეველს, ან არა და ну, მაშინ სხვა რამე უნდა შესთავაზოს. მაგრამ კიდე არის ერთი გზა. აი ფაქტობრივად ნიკა გვარამე სწორედ ამას ადგას. ტოტალური ბოიკოტი, ანუ სანამ არსებობს, სანამ რამე ტელევიზია მას გააშუქებს, ის არა დაგიდევს. არც საქართველოში ამორჩეველს, არც ქართული დემოკრატიის მომავალს, არც სახელმწიფოს არაფერს დასეინობს თავის შუაზე, ძირითადად არაფხიზელ მდგომარეობაში, რომელიც უკვე შესამჩნევი გახდა და უბრალოდ აგიჟებს ამ ადამიანებს, რომელიც ყველაზე რადიკალურ რაღაცა გზას თავაზობს ტოტალური ბოიკოტი. დიდხანს ვერ გაგზა, ეს ხო პოლიტიკა არ არის არა, ეს არის დაახლოებით ისეთივე პოლიტიკა, რაღაც იქ იაპონია რასჩივა და თურქეთი რასჩივა ისინი რომ ლაპარაკობენ მებები ელიკო და ილარიგანში. ეს პოლიტიკა არ არის. აი ჩვენ მაგალითად ხო, მაგალითად ჩვენ პოლიტიკური პარტია არ ვართ,
მაგრამ ჩვენ ვამბობთ, გვაქვს ჩვენი ხედვა. ეს არის სახელმწიფო ნეიტრალიტეტი, თავისი სოციალური სისტემებით დაუშვათ, როგორი უნდა იყოს ჩვენი მიმართება მეზობელ სახელმწიფოებთან, გარე სამყაროსთან და ხედავთ ჩვენ დაუშვათ, რომ ინტერესი არის ადამიანებში ამ თემასთან დაკავშირებით, არა? ეს არ არის რაიმე იდეალისტური წარმოდგენა და რაღაც ის პროპაგანდისტული ის აი ნეიტრალიტეტმა ნეტარ ამოგვიტანა ჩვენ აგერ 1918 წელსაც ჰქონდათ ნეიტრალიტეტი 1918 წელს ნეიტრალიტეტი არ ქონიათ კონსტიტუციაში კი ჩაწერეს 21 წლის 13 მარტს რომ მიიღეს მატარებელში რომ ნეიტრალურები ვართ მაგრამ მანამდე საქართველოში გერმანიის ჯარებიც იყვნენ ინგლისური ბრიტანული ჯარებიც იყვნენ და თურქული ჯარებიც მიდიოდიოდნენ ზოგი ძალით შემოსული, ზოგი ჩვენს მიერ მოწვეული და ასე შემდეგ, არა? ეს ცოტა რთული საკითხია, ხა ჩვენ ამაზე ვერ ვილაპარაკებთ, მაგრამ ახალი რაღაცა უნდა შემოიტანო შენ პოლიტიკაში თუ გინდა რომ დაუშვათ ძველი, ეხა მე ძველი სახე ვარ, მე საქართველოს რაღაც იქ დამოუკიდებლობის აქციის მაქვს ხელი მოწერილი და სხვადასხვა დროს მიმიღია მონაწილეობა, მაგრამ ჩვენ მოგვაქვს რაღაც ახალი ხედვა, არა? ისე რომ ძველს არ უარყოფთ და არ ვამბობთ რომ აი ძველი ეს რაღაცა მაშინ არ შეიძლებოდა და მაინც გავაკეთეთ და ასე შემდეგ. ესეთ რამეში თუ გაქვს მონაწილეობა მიღებული, მე ახალით შემოსვლა პოლიტიკურ ასპარეზზე ძნელია. იმიტომ რომ თუ დამნაშავე ხარ შენ და დანაშაულები გაქვს ჩადენილი და დანაშაულების თანამონაწილე ხარ, რა თქმა უნდა, შენ პოლიტიკაში მონაწილეობას ვეღარ მიიღებ, იმიტომ რომ ეს სულ მოყვება შენ როგორც ტვირთი, ისე როგორც დაუშვათ მაგნიკა გვარამიას ყოველთვის მოყვება თავისი პროკურორობის დროს ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულები, ისე როგორც მათ შეფს, რომელიც აგერ 12 წელი მიესაჯა საბოლოო ჯამში ერთიანად ჩადენილი დანაშაულებისთვის და ასე შემდეგ, მაგრამ ესენი ისევ იმ გზას აგრძელებენ, გამიგეთ რა შეესაქმე. ამიტომ ახალს ისინი ვერ შობენ ვერაფერს. მე მაინც იმედი მაქვს, რომ ახალი იქნება იმ სოციალური გარემოდან, რომელ სოციალურ გარემოსაც არ აქვს დაუშვათ სიმპათია არსებული ხელისუფლებისადმი, მაგრამ არ აქვს ასევე სურვილი იმისა, რომ საქართველოში მოხდეს სახელმწიფო გადატრიალება, ქუჩის ომები, რასაც ეხლა ომის იმიტაციას აკეთებდნენ. ესენი ჩვეულებრივ იმ პიროტექნიკას რო ისროდნენ, უბრალოდ არ ქონდათ, ეხლა არ იყო ამიერკავკასიის სამხედრო ოლქი და პატრიკიები არ იყო მაშინ ვაკე საბურთალოს გზაზე დაბანაკებული თავის ჯარი, თორე იმასაც მიმართავდნენ და გამოიყვანდნენ. ეხლა სალომე ზურაბიშვილი რო ვერაფერს ვერ პოულობს და თავისი იქ ხო ყავს იქ ხოფდამები არა თავისი ეზოსდამები ვიღაცები და კიდე ვიღაც პარტიები დადიან მაგასთან რაღაც სალაპარაკოთ რაღაც ჯუჯუკებენ იქ და აი მიმართეს ევროკავშირს რომ ამერიკა გადის აქედან და თქვენ მოდითო ნებისმიერს მიმართავენ მათ არ შეუძლიათ რაიმე ახალი პოლიტიკური იმის გენერირება და ამ ახალ პოლიტიკურ კურსზე ან ახალ პოლიტიკურ შეთავაზებაზე რაიმე პროგრამის და მოსახლეობისთვის მისი მიწვლის საშუალება მათ არ აქვთ. აი საშუალება კი აქვთ, მაგრამ ამის ძალა არ აქვთ მათ. არ შეუძლიათ. დიდი მადლობა ბატონო ბიძინა სტუმრობისთვის. ჩვენი დღევანდელი გადაცემა დასრულებულია. ჩვენ ეს ძალიან საინტერესო თემაა, იმიტომ რომ ერთგვარი კატალიზატორია თუ რა მოხდება სამომავლოდ, როგორ გადაიტვირთება ქართული პოლიტიკური მე ვფიქრობ, რომ გადაიტვირთება. ამ არჩევნებზე ლაპარაკი. დღევანდელი გადაცემა დასრულებულია. ეთერში დაბრუნდებით ორშაბათს, გემშვიდობებით ნახვამდის.